გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოქრიშვილმა ავსტრიის ელჩ აქსელ ვახსუმას პინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ ბიომრავალფეროვნების მიმართულებით მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტები განიხილეს. ავსტრიის მთავრობის დახმარებით ტრენინგ ცენტრის აშენება დაიგეგმა, რაც საქართველოში სატყეო სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად ავსტრიის მხარე საქართველოს სატყეო სექტორის მართვის მექანიზმების ჩამოყალიბება და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაში დაეხმარება. გეგმილი არის, რომ მოხდება ტყის მოწყობის სპეციალისტების გადამზადება ტრენინგ ცენტრში, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, სერტიფიცირება, ასევე საკანონმდებლო დონეზე გახმარებიან ავსტრიის განვითარების აგენტოს ექსპერტები. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო მინისტრთან შეხვედრა. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს დიდი შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ სატყეო სფეროში, რადგან ავსტრიას ლიდერი პოზიციები უკავია ამ მიმართულებით. ახლო მომავალში ვგეგმავთ მეტყევეებისთვის ტრეინინგ ცენტრის დაარსებას, რაც ხელს შეუწყობს ავსტრიული სტანდარტების დამკვიდრებას და შესაბამისად სატყეო სექტორის განვითარებას.